მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას და დღევანდელ გადაცემაში დავუბრუნდით ჩვენს ძალიან ჩემი აზრით საინტერესო რუბრიკას, რომელსაც პირადი ბიბლიოთეკა ქვია და ამ რუბრიკის ფარგლებში მყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ექიმი რადიოლოგი მამუკა აბეროძე, რომელიც არის ჩვენ რაც გვაინტერესებს ყველაზე მეტად კარგი მკითხველი და კარგი ადამიანი. ხოლო როგორი მკითხველია, ამას უფრო ალბათ მაყურებელი გაიგებს და რა უყვარს და რას ანიჭებს უპირატესობას პროცესში გაიგებს ალბათ გადაცემის. მოგესალმებით მამუკა. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა. პირველ რიგში რაც მაინტერესებს, ალბათ აი სტანდარტული კითხვა მაქვს, თუ გაქვთ წიგნები, რომლებსაც აი ამოჩემებული საყვარელი წიგნები, რომლებსაც პერიოდულად უბრუნდებით ხოლმე. კი, თუმცა ხშირად ვფიქრობ, რომ აი ერთ და იგივე წიგნს რო უბრუნდები, რაღაც მგონია, რომ აი ისი რა აი დროს კარგა ვარ, მაგრამ რაღაც შეიძლება ამ დროში რაღაცა სხვა წავიკითხო, მაგრამ თუმცა როგორც ვთქვა, საყვარელ ფილმს გინდა რომ რაღაცა ისეთ ნაცნობს დაუბრუნდე და რაღაც თავიდან წაიკითხო და თავიდან მოხვდე იმ სამყაროში და იმ პერსონაჟებთან, როგორც ხშირად მეგობრებივით ყავს, დავიწყებული მეგობრებივით. კი, რა თქმა უნდა, აი ყველაზე ხშირად ალბათ წაკითხული მაქვს ქარის სახელი. პატრიკ როთფუსის ერთი პირველი ნაწილი ალბათ ყველაზე მეტად ორივე და რა თქმა უნდა მესამე პატარა ნოველებიც რომელიც ანუ არიზე და დამაკავშირებელი ნოველებიც უნდა იყოს. კი, ესენიც როგორც წესი პირველს თუ ვიწყებ თავიდან ბოლომდე ყველას ვკითხულობ. ასევე ტერი პრაჩეტის წიგნები მიყვარს, იმიტომ რომ თან კარგი წასაკითხია, თან სამყაროც ესეთი კარგი არის, საოცარი კი. ნილ გეიმანი ძირითადად ფენტეზი. ხო, ესე იგი აი რატომ მკითხეთ ხა რომ ჟანრზე ჩამოყალიბებული ყავი, რომელზეც უფრო მეტად ხო, თუ გააგრძელებთ კარგი. არა, ხო, ანუ უბრუნდები უფრო ხშირად ფენტეზის, რა თქმა უნდა, ყველა ჟანრის წიგნს, ყველა ნაირ წიგნს ვკითხულობ, ვცდილობ მაქსიმალურად რომ მარტო ერთ რაღაც ჩარჩოში არ ჩავჭდე ან მოვექცე, მაგრამ ყველაზე ჩემთვის ესეთი სახალისო საყვარელი არის ფენტეზი, ფანტასტიკა, რაღაცა მაგათი, რა ვიცი, ნაზავი კი ეს ახალი ჟანრია, რომელიც ძალიან ბევრი კი, მაგრამ ხო, აი ფენტეზი, აი არ ვიცი, მე მგონი ეს კაცობრიობის ოდითგანვე დასაბამიდან გვაქვს რაღაც ეს ინტერესი ჭირდებოდა ალბათ ადამიანებს კი. გვჭირდებოდა ეს მითოლოგია იქნება, რა ვიცი, შუმერული, ზენომა ელიში თუ გილგამეში იქნება თუ ძველ ბერძნული თუ რაც იქნება, სულ რაღაც ზებუნებრივთან გვინდოდა დაკავშირება, ეს ალეგორიულად იქნებოდა თუ რაღაცა პოლიტიკური კომენტარის სახით იქნებოდა თუ როგორ იქნებოდა, სულ რაღაც მაგისკენ მივიდიოდით და დღესდღეობით ძალიან დიდი და ფართო არჩევანი გვაქვს, ძალიან მდიდარია ეს ჟანრი, ქვეჟანრებიც ძალიან ბევრი გამოიყო, დაემატა და რავი, აი მაგ უფრო ბევრ დროს ვატარებ. კი, აი საინტერესოა ძალიან, იმიტომ რომ მეც ვარ მკითხველი, რომელიც ყველაზე ხშირად უბრუნდები ფენტეზი ლიტერატურას. რაღაც პერიოდები არსებობს, როდესაც ჰარი პოტერსაც უბრუნდები, რადგან განსაკუთრებული სიკეთით გამშვალული სერია, მაგრამ ყველაზე ხშირად რასაც უბრუნდები არის ჯო აბერკრომბი. აბერკრომბის პირველი კანონი არის აი რაღაც ისეთი, რაც თითქოს აი ახალი აღარაფერი მაქვს აღმოსაჩენი იმის მიუხედავად, რომ რაღაც დეტალები არის, რომლებიც თურმე აი ეგრეთ წოდებული ფლეშბექები აქვს ამ სერიას, რომლებიც უნდა გაითვალისწინო შემდგომი მოვლენების გაანალიზების დროს. და ძალიან მიხარია, რომ აქ დავემთხვიეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ქარის სახელიც არის ის არ ვიცი, წიგნი, რომელიც შეიძლება ადამიანმა იკითხო ერთი გვერდი შეიძლება ჯერ წაიკითხო, აი თუნდაც სიჩუმის აღწერები, როდესაც აი ამ სიჩუმის აღწერებს შეიძლება მიუძღვნა, არ ვიცი, მთელი დღე. და ძალიან გამეხარდა ამის თქმა მინდა. აი ჩვენ ვთქვით, რომ იწერებოდა, მუდმივად არსებობდა, კაცობრიობას ჭირდებოდა ეს ჟანრი, ხო? ახლა კიდევ უყურებთ, რომ ამ ჟანრმა ბევრი ქვეჟანრი გააჩინა, მაგრამ მანამდე მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან შეიძლება ითქვას არსებობდა ადამიანი, რომელმაც ამ ჟანრს სოლიდურობა შესძინა. აი, ხო, ასე შეგვიძლია ვთქვათ და უფრო
მასებისთვისაც გასაგები გახადა. მაგრამ რაღაც ახალ სიმაღლეზე აიყვანა. აი ამ ადამიანზე თუ გაქვთ რაღაც თქვენი ვისია საუბარი? J.R.R. Tolkien-ი Tolkien-ი რა თქმა უნდა. კი, თუ პირობითად შეიძლება ფენტეზის მამა რო უწოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გააჩნია როგორ და საიდან დაიწყებ ათვლას პირველი შეიძლება არ იყოს ამ ჟანრში, მაგრამ რა თქმა უნდა რაღაცა ერთგვარი ყალიბი ჩამოაყალიბა არ გამოვა. ჩამოასხა, ყალიბი ჩამოასხა, რომელსაც მის შემდეგ უკვე თითქმის 90% ავტორების ან ედრება, ან ცდილობს რომ რაღაცა დაეწიოს, ან პირიქით რადიკალურად ცდილობს რომ განსხვავებული გზით წავიდეს, რომ რაღაცა გამოეყოს მას, მაგრამ მაინც მას ედრება საბოლოო ჯამში. ძალიან საინტერესო პიროვნებაც იყო, როგორც ასეთი, ან ინგლისური ლიტერატურის პროფესორი ოქსფორდში, რატომ დაიწყო საერთოდ წერა და შეთქმულება, ეგეც ძალიან საინტერესოა. ხო, ესეც რომ შეგვიძლია მოუყვეთ, მაყურებელს. შვილს ზღაპრებს რომ უყვებოდა, იგონებდა და უყვებოდა ღამით, ისა უსწორებდა, რომ აი გუშინ ასე მომიყევიო, წინაჯერ ის მითხარიო და დაიწყო იზოლებული გახდა, რომ დაიწყო ჩაწერები. თავის გამოგონილ ზღაპრებს. თავის გამოგონილ ზღაპრებს, რა თქმა უნდა, კი. და შემდეგ უკვე რაღაცა ისეთი რაღაც სურვილი ქონდა, რომ აი ბრიტანეთის მითოლოგია, ფოლკლორი რაღაც ცოტა დავიწყებული იყო, აი რომაელების გადამ კიდე დიდი ალბათობით. და აი რაღაცა რო თავიდან შეექმნა, აღმოეჩინა, რაღაცა გაემდიდრებინა და იქვე სკანდინავიური მითოლოგია, თუმცა ძალიან არ უყვარდა, როცა ვთქვათ ვაგნერის ნიბელუნგების ბეჭედს ადარებდნენ ბეჭდების ბრძანებას, მაგრამ საწყისი მაინც ერთი აქვს, ანუ მაინც ეს სიმღერა ნიბელუნგებზე მაინც. ალბათ რაღაც ბეჭედი მაინც ეს ნიუტი მაინც ეს ზიგფრიდი და ფაფნირი თუ არ ვწდები ახლა. კი, მაგრამ აი მაინც ცდილობდა და აი პროზა აქვს არაჩვეულებრივი, რაც თავარია, აი სიტყვები ძალიან უყვარდა ენების გამოგონება შეეძლო, რაც ცალკე ნიჭი არის, რომელსაც ბევრი ვერ დაიტრაბახებს, აი ეს ელფური ენას შექმნა თავიდან დღეს ხალხი სწავლობს და ლაპარაკობს, რაც საინტერესოა მინიმუმ. ასევე აღწერა ადგილების და სცენების დათქმა და აი ნუ აი რა ვიცი სამყარო აი ფენტეზი კიდევ იმიტომ მიყვარს რომ აი ნორმალურ კლასიკურ რაღაცა ჟანრის წიგნში თქვა შეიძლება პერსონაჟი ყავდეს ან რაღაცა სიუჟეტი მოგწონდეს ან პერსონაჟი მოგწონდეს ან მეორე ხარისხოვანი პერსონაჟი მოგწონდეს მაგრამ ფენტეზიში ეს სამყაროც პერსონაჟია ეს სამყაროსაც იცნობს რაღაცა იმ სამყაროში ყოფნაც გინდა ეხლა ჰარი პოტერი რა თქმა უნდა როგორც რავი ნებისმიერ მილენიალს ძალიან მიყვარს მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ჰარის გამო მიყვარს ჰარი პოტერი უფრო ძლიერი სიყვარული მაინც სამყაროს მიმართ და იმ რა თქმა უნდა ხო აი იცით რა აი როდესაც საუბრობთ რომ შვილისთვის შექმნა ხო აი მაინც ალბათ თანამედროვე ფენტაზის როგორც ვიცნობთ ტოლკინის დამსახურება უდიდესია მანამდე არსებობდა თქმულებები ლეგენდები ადამიანებს უდიდესად სჭირდებოდათ განსაკუთრებით გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ან ომის წინაპირობა როდესაც იყო შექმნილი ქვეყნებში მაშინ სჭირდებოდათ მაგრამ სხვა ადამიანებიც წერდნენ შვილებისთვის შვილიშვილების და ასე შემდეგ აი გვაქვს არტურ მილნი რომელმაც შვილს ვინი პუჰი შეუქმნა და იქვე ცოტა ხანში ყავს უკვე ტოლკინი რომელმაც იქვე კი ხო ფაქტობრივად ერთ პერიოდში როდესაც შექმნა რაღაც მონუმენტური ყავდა მეგობარი კლაივ ლუისი რომელიც ასევე შეიძლება იგივე პოპულარობით არ სარგებლობს ნარნიის ქრონიკები მაგრამ ესენი იყვნენ მეგობრები და ერთმანეთსგან ძალიან ბევრი ისწავლეს ამ ადამიანებმა და მოვიდა 50-იანი წლები უკვე გვაქვს ეს ორი მონუმენტური რომელიც გრძელდება და ამ პერიოდში იწერება და უკვე 60-იანი წლებიდან თუ არ ჩავთვლით sci-fi-სგან ვითარებას 40-იან წლებში ამერიკულ ჟურნალებში ძირითადად 60-იანი წლებიდან ალბათ დიდი ტალღა იწყება უკვე ხომ აი ურსულა ლეგუინი გამოჩნდება და აი ამაზე რატო ვსაუბრობ ახლა რომ ჩვენთან არა მარტო ჩვენთან
პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მეტად. ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ჩვენს წინა თაობების ადამიანებისთვის, ფენტეზი და sci-fi ლიტერატურა ასოცირდება რაღაც საყმაწვილო ლიტერატურასთან, რადგან აი საბჭოთა დროსაც ეს იყო კაცრად მოქცეული ჩარჩოში, აი მე რობოტი, აიზეკ აზიმოვის მე რობოტი გამოიცემოდა საყმაწვილო ლიტერატურის ბიბლიოთეკაში, ხომ? და აი ამას რატო ვლაპარაკობ, რომ რაღაც თითქოს არასერიოზულად ჯერ კიდევ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ლიტერატურას sci-fi-ს და fantasy-ს ამ ორს ვიტყვი ძირითადად, იმიტომ რომ ესენი არიან ძირითადები შემდგომ განშტოებებს ვარ ჩავთვლით, ხომ? და შემდგომ განშტოებები მოყვა უბრალოდ ამ ყველაფერს. აი ამ ტალღაზე რომ ვისაუბროთ, რამდენი ადამიანი მოექცა მათი გავლენის ქვეშ. ვისაუბროთ, ანუ fantasy ითვლება საყმაწვილო ლიტერატურად ალბათ იმიტომ რომ ბევრისთვის ასოცირდება რაღაც ზღაპრებთან, აი ძმები გრიმების ზღაპრებთან, იმიტომ რომ იქაც რაღაცა ჯადოქრული და ჯადოსნური სამყაროები და ქმილებები და მონსტრები და მსგავსი პერსონაჟებია, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა შეიძლება ესეთი ძალიან ღრმა ფილოსოფიური რაღაცა დიდი მნიშვნელობის ჩადება და ამ გზით ასეთ რო ვთქვათ ამ დიდი იდეების რაღაც უფრო მარტივ ენაზე გადმოყვანა, მარტივი ალეგორიით გადმოცემა თუ გინდ ბავშვებისთვის, თუ გინდ მოზარდებისთვის, იმიტომ რომ ანუ ტერი პრაჩეტი იყო ამაში დიდი ოსტატი, აი ჰოქფაზერი ქართულად როგორ იქნება? არ არის თარგმანი, ხო? ჯერ პატარა ტყუილების დაჯერება უნდა ვისწავლოთ, რომ მე დიდი ტყუილები დავიჯეროთო. აი დაახლოებით იგივეა. ეს ჟანრი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს პატარა ტყუილები, აი ეს დიდი ტყუილები ისე შევალამაზოთ, ისე რაღაცა, არ ვიცი, გადავამუშავოთ, მოვინელოთ, არ ვიცი, რომ უფრო გასაგები გახდეს ყველასათვის და უფრო მარტივი მისაღები იყოს და თუ ვერც მივიღებთ, გავიგებთ მაინც და შემდეგ შეიძლება ამისგან რაღაცა უფრო გავერკვეთ ამ თუ იმ საკითხებში და რაღაცა მოგვემატება მაინც. 60-იან წლებში ფენტეზისთან ერთად ქვეჟანრებს რაც შეეხება, მაგ ძალიან დიდი ის არის, რა ქვია, რო ვთქვათ, ჯაჭვი შეიძლება რომ გავატაროთ, ხო? აი ეს ამებზე შეგვიძლია რაღაცაზე შემიძლია, ხო? აი მაგალითად 60-იანებში დაიწყო ესეთი ბნელი ფენტეზის ჟანრი. კი, მაიკლ მურკოკის ელრიკი მელნიბონედან, რომელიც ცოტათი დაჩაგრული პერსონაჟი არის დღესდღეობით, იმიტომ რომ ნუ ელრიკი მელნიბონედან მე მგონი ქართულად ნათარგმნი არ არის. ძალიან პოპულარული პერსონაჟი იყო თავის პერიოდში. ეხლაც არის რომ აღწერო, ანუ კრთალი, თეთრთმიანი ალბინოსი სუსტი, რომელიც დამოკიდებულია რაღაც წამლებზე და ბალახებზე, ჯადოქრობაზე, რომ რაღაცა სიცოცხლე შეინარჩუნოს. მელნიბონე არის კუნძული, სახელმწიფო იმპერია, ბოლო იმპერია დრაკონების. ნუ ეხლა პარალელს ცოტა რომ გავავლოთ ეს კრთალი, თეთრი დრაკონები, ეს ნუ რა თქმა უნდა ჯორჯ არ მარტინის ხო, ანუ ტარგარიანელებია. რაც არც მალავს მე მგონი პირდაპირ თქვა რომ ანუ აღებული აქვს ეს ომაჟია არ არის. კითხავთ კიდე პლაგიატებზე და მიმსგავს, ხო? ომაჟია უფრო, ასევე კიდევ ერთხელ წამლები, ბალახეულობა, თეთრი თმა, თეთრი მგელი, როგორც მოიხსნა გერალტი რივიიდან, აქაც, ნუ, საპკოვსკი ახლა პირდაპირ არ ამბობს რომ, მაგრამ ირიბად მაინც ამბობს რომ კი მაქიდან ავიღეო. იმიტომ დაიჩაგრა რომ აი სამეფო კარის თამაშები გამოვიდა, სერიალი გამოვიდა, ქართულად როგორ გაქვთ ვიჩერი? ხედვარის სერიალი გამოვიდა Netflix-ზე. თამაშია ძალიან პოპულარული და აი Amazon-ს ჰქონდა ნაყიდი უფლებები ელრიკის ეკრანიზაციაზე და რახან უკვე ძალიან ბევრი ეს თეთრთმიანი რაღაცა გმირი ყავს უკვე ამ ჟანრში, აღარ გამოუშვეს და აღარ გადაიგეს, რაც ცოტა აი ერთგვარი ჯონ კარტერი არის ფენტეზის. ჯონ კარტერსაც დაახლოებით ჯონ კარტერი ედგარ რაის ბეროუსი, რომელიც უფრო ცნობილია ტარზანის წიგნებით ალბათ, ძალიან პოპულარული პერსონაჟი არის თავისი პერიოდის, ეხლაც ამერიკაში ეხლაც 15 წლის წინ გამოვიდა მე მგონი ფილმი ჯონ კარტერი. ფილმი არ ვიცი. ხო და ანუ ერთ-ერთი პირველი sci-fi პერსონაჟი არის, შეიძლება ითქვას. და ძალიან ბევრი აქვს სხვა მწერლებს მისგან აღებული, აი ყველაზე მარტივი პარალელი სუპერმენი ფაქტიურად
ჯონ კარტერია, უბრალოდ ჯონ კარტერი დედამიწიდან მარსზე ხდება და ეს გრავიტაციის სხვაობის და რაღაცა ფიზიოლოგიის სხვაობის გამო იქ ზებუნებრივად ძლიერი ხდება და სუპერმენი კრიპტონიდან დედამიწაზე ხდება და მაგიტომ აქვს ეს ძალები, ხო? და არსებობს ასევე უცხოთა ქვეყანაში რობერტ ჰაინლაინის, რომელიც დედამიწელი ადამიანი, რომელიც მარსზე იბადება და შემდეგ ჩამოდის დედამიწაზე. ეს საკმაოდ აპრობირებულია სამეცნიერო ფანტასტიკაში. კი, და ასევე სერიალი არსებობდა მაგ პერიოდში, რომელიც პირდაპირ ჯონ კარტერი ვერ გადმოიღეს, რა თქმა უნდა, უფლებების გამო, მაგრამ ისა რა ერქვა ფლეშ გორდონი. კი. ფლეშ გორდონი და ეს ჯონ კარტერი გარდა სუპერმენის ასევე ბევრი სხვა sci-fi წერილისთვის იყო შთაგონების და ინსპირაციის წყარო, რობერტ დიუნისთვისაც რაღაც კუთხით ნამდვილად ჯორჯ ლუკასისთვის როცა ვარსკვლავურ ომებს იღებდა და აი უკვე თითქმის 100 წლის შემდეგ როცა ეკრანიზაცია მოახერხა დისნეიმ ამ პერსონაჟის ფილმს რომ უყურებ გონია რომ აი 1000 ჯერ უკვე ნანახი და კლიშეებით სავსეა არა და პირველია ხო უბრალოდ იმდენმა უკვე გადმოიღო რომ ორიგინალი უკვე თავის ორიგინალურობას კარგავს იგივე ელრიკი მელნიბონედან თავის ორიგინალურობას კარგავს იმიტომ რომ ყველამ ეს ყველაფერი კარგი იმისგან აიღო უკვე მოიყენა და ეს არა მარტო ფენტეზის სცენია შეიძლება ითქვას ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვაძლევ კლასიკურ ლიტერატურას რომელიც მეუბნება აი წავიკითხე მაგრამ უკვე თითქოს ნაცნობი იყო ეს მუდმივად არის რაღაც როგორც თავის დროზე იყო სახარებისეული და ბიბლიური თემატიკა რაღაც ან ძველბერძნული ტრაგედიების თემატიკა რაღაც ერთი და იგივე ჩარჩო რომელზეც შემდეგ იგებოდა აი უძღებიშვილის დაბრუნება იყო თუ სიკვდიმან შობლის მკვლელობა და ასე შემდეგ ეს მუდმივად ტრიალებდა ასევე არის ლიტერატურაშიც და ეს ნორმა არის უკვე შეიძლება ითქვას ხო? კი რა თქმა უნდა თუ აღიარებთ ანუ თუ რაღაცა გამოხმაურებას მაინც მივცემთ იმ ავტორებს რომელმაც ჩვენ აქ ვის ხრებზეც ვდგავართ ვის ხრებზეც ვდგავართ აი იგივე მინდოდა მეკითხა აი რამდენად გააქვთ ამაზე ნაფიქრი ჰარი პოტერის სამყარო რომელმაც მის ავტორს უდიდესი პოპულარობაც მოუტანა უდიდესი სიმდიდრეც მოუტანა და საერთოდ შექმნა ან ჩვენთვის მილენიალებისთვის ძალიან არ ვიცი საკულტო ფიგურა პერსონაჟი ჰარი პოტერი რომელზეც აი ამაზე თუ გაქვთ ნაფიქრი ურსულა ლეგუინის ღვამიწეთის ჯადოქარზე შეიძლება ითქვას რომ ესეც აი მის მხრებზე ურსულა ლეგუინს არ უყვარდა თუ არ ვწდები როულინგი და არ უყვარდა როულინგი კი ამბობდა მასზე რომ ხო მაგ ქართულად როგორ არის ნილ გეიმანის რომელი აი იგივე როგორი ფაქტიურად სათვალებიან ჯადოქარი ხო კარგი არ გინდა მაგრამ აი ღვამიწეთის ჯადოქარი ცოტათი უფრო არა მე არ გულისხმობ მაგრამ იქაც ყავს პერსონაჟი ფიზიკურად სუსტი პერსონაჟი ანუ გამხდარიც და სუსტიც რომელიც ასევე მიყავთ სადღაც აი ჯადოქრობის სასწავლოს არა იცით რა აი ყველა ფაქტობრივად რაღაც ერთ დიდზე როგორც თქვით დგას ხომ იქ შეიძლება ვნახოთ ჩვენ თუ ტოლკინთან ელფები არიან რაღაც განსაკუთრებული არსებები მასთან საპკოვსკისთან ტყის ელფები არიან ველური არსებები, ხომ რაღაც აი ცუდი არსებები. ხო, საპკოვსკისთან ეგ უფრო ადამიანების დამსახურება, რომელთა არსებობად აქცია. კი, არა, სხვა აი რას ვამბობ, იცით? ფოლკლორში შექსპირთან მაგალითად იგივე ელფები ცოტა არ უნდა ენდო ბოლომდე. კი. ელფებს ვერცერთ სამყაროში ვერ ენდობიან ადამიანების არ ესმით შეიძლება ითქვას მაგრამ აი რაზე მინდა იცი უფრო აი რა გზით წავიდეთ ამ შემთხვევაში რომ აი გაურბიან თითქოს აი კარგი მწერლები თანამედროვე კარგი მწერლები როგორც დასაწყისში თქვი ბევრი ცდილობს რომ გაექცეს საერთოდ აუაროს ხარი აუქციოს აი იმას რაც თქვა ტოლკინმა ან სხვა დიდმა ფენტეზი მწერლებმა თავის დროზე შექმნეს აი ამათში გამორჩეული ვინაა თქვენთვის? გაქცევებში. ხო. ანუ ვინც აუარა, აი იმაზე არ დადგა, რაც ტოლკინმა შექმნა, იმას არ იმგზას არ გაყვა და თავისი შექმნა რაღაც. ნუ გასაგებია როთფუსი თქვით და როთფუსი სრულიად განსხვავებულია. როთფუსი განსხვავებულია, თუმცა სამყარო მაინც რაღაც
შვა საუკუნეები გავს. ურბანული ფენტეზი შეიძლება რომ თქვათ მაგალითად მოვიყვანოთ აქ თქვათ აი ნილ გეიმანი უფრო პოპულარულია, თუმცა სხვა ბევრი ავტორიც წერს ამ ჟანრში. აი ბრენდონ სანდერსონი თქვა. ან დროის ბორბალიც ძალიან ვერ იტყვი რომ რაღაცა არიდებს თავს ტოლკინს რომ ან ტოლკინისგან უფრო ამდიდრებს ასე ვთქვათ იგივე სამყაროს იგივე თემატიკას თუმცა გააჩნია როგორ შეხედავ როგორ წაიკითხავ დროის ბორბალს დროის ბორბალი დღეს ცოტა იგივე მიზეზების გამო ცოტა რთული წასაკითხია იმიტომ რომ კლიშეებით სავსე შეიძლება რომ ვთქვათ არის თან 14 წიგნიანი ფენტეზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი ის არის რომ ურჩიო ადამიანს აი დროის ბორბალი მაგალითად არაჩვეულებრივი წიგნების სერია უნდა ურჩიო რომ ეს 1 წელი 2026 დაუთმე 14 დიდი წიგნია მინიმუმ 1000 გვერდი თითო და რაღაცა მე-7 წიგნიდან იწყება საინტერესო მოვლენები მანამდე ცოტა უნდა გავუწყო ბრენდონ სანდერსონმა დაამთავრა რაც ეს ძალიან საინტერესოა ჩემთვის როცა ერთი ავტორი მეორე მისი ხო ეს გასე თავისიც ძალიან კარგად შეკრა ყველა ხო კი კოზმირი ეს დიდი მისი ყველა წიგნი ერთი წიგნი არის ქართულად თქვენ გაქვთ ნათარგმნილი სამივე ძალიან სახალისო წასაკითხი და საინტერესო სისტემა აქვს ესეც კი რა თქმა უნდა ბრენდონ სანდერსონი კოზმირით კი გვერდს უვლის ტოლკინს ნამდვილად თვითონ როგორც ამბობს უნდოდა რომ აი მაქს ფენტეზის სამყაროში უნდოდა აი ძარცვაზე რომ რაღაცა წიგნი დაეწერა დაახლოებით იგივე პერიოდში სკოტ ლინჩმა დაწერა ლოკლამორას ტყუილები ესეც ძარცვაზეა და ეს რაღაც მაგდაგვარ იგივე გავს რაღაცით თუმცა იქ ცოტა ხო ბრენდონ სანდერსონის ახლა ეს დიდები რომელიც აქვს სტორმლაიტის არქივი კი ესეც განსხვავდება რა თქმა უნდა ტოლკინისგან თემატიკით თუმცა სანდერსონი ჩემთვის მაინც ცოტა უფრო ისეთია მარტივია ასე რომ კი ან ძალიან საყვალბულო რაღაცა შეიძლება ითქვას ხო რითი უნდა შეაყვარო მაგათაც ადამიანს ფენტეზი არის შესავალია ასე ვთქვათ ბრენდონ სანდერსონი არაჩვეულებრივი პირველი ფენტეზი იქნება ვიღაცისთვის ბრენდონ სანდერსონის ნებისმიერი კი გეთანხმები აი რატომ კითხულ აი ამდენ კითხვას აი რაღაც მივდივარ მე შევშორი რატომ ვსვა ამდენ კითხვას ალბათ აი ჩვენს გადაცემას ახლა მაყურებელი უყურებს და ბევრისთვის აი სრულიად გაუგებარ ენაზე ვსაუბრობ. აი სადამდე მინდა მივიდე. რით განსხვავდება ზღაპრისგან ფენტეზი? აი თქვენი შეხედულება რითი არის განსხვავებული ეს ანუ ჟანრი ვერ იტყვის ზღაპარი არის თქმულები. აი ესეთი ხალხური იქნება თქმულებები თუ ავტორის მიერ დაწერილი, თუნდაც გრიმები რომ ავიღოთ. აი ფენტეზი ლიტერატურა რითი განსხვავდება, ხო? შეიძლება ფენტეზი არ იყოს რაღაც ტომებისგან შემდგარი. ფენტეზი მოთხრობა ზღაპრისგან რითი განსხვავდება? აი როგორ ფიქრობთ თქვენ? მარტივი პასუხი იქნებოდა იმით რომ თქვათ აი happy end-ი შეიძლება იყოს იქ აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ არა ზღაპრებს. მით უმეტეს მებიგრიმების ზღაპრებს თუ წავიკითხავთ, სრულიად არცად არ არის, კარგად არაფერი არ ვთავრდება პირიქით. ერთი რაღაცა ჭკუას გასწავლის, რაღაცა გაკვეთილს გიტარებს, ეგეც ცოტა არა. ალბათ ფენტეზი უფრო არ ვიცი კომპლექსურია, უფრო რთულია, უფრო მეტის თქმა შეუძლია. კიდევ ერთხელ სამყაროს ქმნი ეს ძალიან საინტერესოა, აი ვიღაცის თავში რაღაცა სამყარო, ქვეყანა, მაგიური სისტემა, აი როთფუს მაგალითად მაგიური სისტემა ფიზიკასთან და ქიმიასთან აქვს დაახლოებული ისე რომ აი რა ვიცი გეგონება აი რაღაც ფორმულების დაწერას იწყებ. რა ეს როგორ უკავშირდება და აი თერმოდინამიკასთან. ეს მაგისტრი ელორინი აი როგორ ხელოვნებას ელოდინი კი, ელოდინი საინტერესოა. ექსლადალი უფრო ალბათ სიმპათიის მაგისტრი კი. აი მართლა აი თერმოდინამიკასთან არის დაკავშირებული, რომ არაფერი ჰაერიდან არ მოდის და არაფერში არ აი ეგ იქნებოდა ზღაპარი. აი ეს რომ უთხრათ ალბათ რომ ზღაპარი იქნებოდა თუ ადამიანი ესე რაღაც შეხედავდა და ცეცხლს გააჩენდა უთქვათ ხომ? აი მის მტერს რა ქვია აღარ მახსოვს. აბარლინი დიდებული აბარლინი თუ როგორ არის ქართულად? არა მთავარი გმირის მტერს გააკრობს სიტყვით. ან აი მის ჩასადებს ცეცხლს მოუკიდებს და ასე შემდეგ ხომ? ან ცვილის ფიგურა. ჯადოსნურ ჯოხს ასე. აი იქნებს და ყველაფერი პრობლემა. ხო, აი ეს არაა ზღაპარი ხომ?
აი ეს არის უფრო ზღაპარი. აი აქ ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ასე ვთქვათ და პერსონაჟი ამ შენ თუ ცეცხლს აჩენ, იქ შენს ფიზიკურ ძალას ხარჯავ და მე დამდრომილი ხარ და ფეხზე წამოდგომა გიჭირს, ხო? აი ეს, ანუ სადღაციდან იღებს ყველა ჯადოს და მაგიას ფენტეზიში რა თქმა უნდა დიდი ფასი აქვს და აი არ არის ისე რომ აი ნუ ჰარი პოტერში პრინციპში არის. არის, ხო, ჰარი პოტერი შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიისთვისაც ალბათ კაც ახლა ეს პლელი ჯადო რომ არის იქ თუ მართლა არ გინდა რომ ვიღაცას ავნო, ისე ვერ ავნებ, რაც არ უნდა ილაპარაკო. ასე რომ კი, ყველგან კი ჯადოქრობას თავისი ფასი აქვს და ეს ფასი ანუ იაფი არავის არ უჯდება. აი სანდერსონიდან თუნდაც მეტალებს სანდერსონიდან კი, სანდერსონს ძალიან ბევრი და საინტერესო მაგიური სისტემები აქვს, მე მგონი თუ არ ვთქვი YouTube-ზე ლექციების სერია აქვს, როგორ უნდა მოიფიქრო და მოიგონო ეს მაგიური სისტემა. კი. საინტერესო მაგიური სისტემები ასევე შეიძლება რომ აი კიდევ ერთი საინტერესო რამდენად საინტერესო არა, მაგრამ პიტერ ეს ბიგლის უკანასკნელი მარტორქა. აი მაგ რქაეული კი ქართულად ძალიან კარგი ეს ტერმინი მოიგონა ქართველი დიპლომატი დათო ჭოჭუა რომელსაც აქვს დაწერილი ძალიან კარგი წიგნი რომელსაც შეიძლება გაგრძელებები უნდა ჰქონოდა და უბრალოდ ეს ადამიანი ტრაგიკულად გარდაიცვალა მაგრამ აი ერთ-ერთი ყველაზე კარგი რაც დაგვიტოვა ქართველებს არის რქაეული ეს არის ცალრქას იხმარებოდა ხშირად ლიტერატურაში ცალრქასაც ეძახდნენ ეს არსება რომელსაც შუბლზე აქვს ცალი რქა მარტორქა კონკრეტული ცხოველია ამას და რქაეული ეული რქის მქონე არსება ხო არა ჩვეულებრივი სიტყვა კი ნამდვილად ჩემი გათხოვოდა ჭოჭუას წიგნი რომელიც ასევე ძალიან კარგი სამყაროა რადგან ფენტეზი სამყაროა პირველი იყო აი ბოლო წლების საქართველოში რომელიც გაბედა და დაიწყო ფენტეზის წერა პლუს ამას დათო ჭოჭუა იყო საბრძოლო ხელოვნებებს ფლობდა კარგად და აი ეს ყველაფერი ისე კარგად აქვს გამოყენებული თავის წიგნში რომ სამწუხაროდ ვეღარ მოესწრო შემდგომ ვიყავი მის ოჯახთან კავშირი მქონდა დიდი ხნის განმავლობაში და მეორე და მესამე წიგნის რაღაც ჩანახატები არსებობდა წინასწარი მონახაზები თუმცა წიგნის აწყობა სამწუხაროდ ვეღარ მოეხერხა ხდა მაგრამ ძალიან კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა სამწუხაროდ უდროდ გამოგვაკლდა ეს ადამიანი. ხო, აი ამას ვკითხულობდი ზუსტად. აი ეს მინდოდა რომ მაყურებელმაც იცოდეს მოკლედ რაზე ვსაუბრობთ და რამდენიმე სიტყვით ასევე მინდა შევეხოთ აი თანამედროვე ჟანრებს. ქვეჟანრებს უფრო სწორად როგორც ფენტეზიდან ასევე როგორც ფენტეზიდან ამოსულებს ასევე სამეცნიერო ფანტასტიკიდან ასევე პოსტაპოკალიფტური რომანი იქნება სტეიპანკი იქნება თუ რა აი აქ ვინ არიან განსაკუთრებულები ურბანულ ფენტეზის ჩემთვის ამბოლ დროსაც ვკითხულობდა ესეც ცოტა რთული სარჩევია იმიტომ რომ ჯიმ ბუჩერის დრეზდენის ფაილები მე-18 წიგნი გამოვიდა თითქმის დიდია ძალიან თუმცა უფრო მარტივი წასაკითხი იმიტომ რომ პატარა წიგნებია ვიდრე ბევრი სხვა მაგრამ კი ეგ ესეთი ნუარ დიდი არა გრძელია ხო მაგრამ აი მაგ კიდე ის არის საინტერესო რომ თან იზრდები ავტორთან ერთად პირველი სამი წიგნი ცოტა ისეთია მე ყოველ ახალ წიგნთან რაღაც უფრო ემატება თვითონ წერალსაც და შენს რომ მიყვები ამ რაღაც თავგადასავლში კი ეგ ძალიან სახალისო მიუხედავად ამისა ძალიან სახალისო ნოარი დეტექტივი და ურბანული ფენტეზი სკოტ ლინჩი ვახსენე კი ლოკლამორას სტილები თუმცა ეს კლასიკური ხდება მაგრამ აი ისინი რომლებიც მომავალზე საუბრობენ თავიანთ წიგნებში აი როგორები ვიქნებით თქვათ 300 წლის გასვლის შემდეგ თუ ხელოვნური ინტელექტი დაგვეწევა და გაგვისწრებს აი ვთქვათ ავიღოთ რიჩარდ კეი მორგანის სახეცვლილი ნახშირბადი, რომელიც შორსაა გაქცეული. გაგვექცა და იქიდან გვაჩვენებს როგორ სადამდე შეიძლება მივიდეთ. რა დაემართოს ამ სამყაროს? სახეცვლილი ნახშირბადი საინტერესო კონცეფტია, იმიტომ რომ მაქსიმალურად არ მაგრამ საკმაოდ რეალურია პრინციპი რომ დაუფიქრდე. თან დისტოპიაც არის, მაგრამ არ არის
კლასიკური დისტოპია იმ გაგებით რომ აი თქვათ რაღაცა ზოგს საჭმლის ფული არ აქვს შეიძლება ბავშვი ეგ შეიძლება ჩვეულებრივ დადგეს ეგ ან დისტოპიური ნაკლებად უბრალოდ მომავალია დაახლოებით როგორც აი ბავშვი შეიძლება თქვათ გარდაიცვალოს და ზრდასრული ადამიანის იზოლების გამო ზრდასრული ადამიანის ხელში ჩაასახლონ აი როგორც თქვათ აი როჯერ დელაზნის სინათლის მეუფეში яма ხო აი ბავშვობა არ ქონდა ეს ძალიან საინტერესო რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო სინათლის მეუფეც ჯერ ფენტეზი გონია მე ფანტასტიკა აღმოჩნდა კი ზელაზნი ზოგადად გენიოსი იყო ამ საქმის ვინა მოგონდეთ კი ფანტასტიკაში ვილიამ გიბსონის ნეირომანსერი ალბათ კი ნეირომანსერიც ესეც საკმაოდ რეალურ მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ეს ხელოვნური ინტელექტის და სოციალური ქსელების და ზოგადად რაღაც დამოკიდებულება ცუდი სიტყვა მაგრამ აი ეს ჩვენს რაღაც კავშირს კომპიუტერთან და ტექნოლოგიასთან კი ესეც საკმაოდ რეალურია ვილიამ გიბსონი საიბერპანკი ზოგადად მისი შექმნილი არ არის მაგრამ პიონერია მაინც რა შეიძლება ითქვას აი ლიტერატურაში მაგ საინტერესო ის არის რომ აი Blade Runner-ი რო გამოვიდა ეგ წერდა ნეირომანსერს და ფილმს რომ ვუყურეო სახში გავიქეცი რაღაცები გადამეწერაო რომ არ ეგონოთ რომ ფილმზე გადმოვიღებნეო კი მაგრამ დიკმა გაუსწრო მაინც სანამ საიბერპანკი ჩამოყალიბდებოდა ჟანრად მანამდე ფილიპ დიკს უკვე ქონდა ბევრი რამ შეძენილი ამ ჟანრისთვის თუმცა ფილიპ დიკი არ ამბობდა რომ რაღაც აი თვითონ სტიპანკში აკეთებდა რამ იგივე Blade Runner-ი როგორ თქვა სამართლებლის პირზე მორბენალი თუმცა ქართულად Blade Runner ხო არ ქვია სამართლებლის პირზე მორბენალი ეს ისვრებად თუ არა Android-ი. ხო, მაგას ოცნებობენ თუ არა Android-ები ელექტრონულ ცხრებზე, კი. ხო. სამართლებზე მორბენალი, მე მგონი რაღაცა სხვა ფილმისთვის. ხო. სხვა ფილმის სახელი ქონდა სტუდიას ნატილი და გაერთიანეს და მაგრამ სახელი ჯობია რეალურად ვიდრე სიზმარი და ცხრები, მაგრამ იცით რა მაინტერესებს, აი უკვე ბოლოსკენ კი მივდივარ და მინდა ვკითხოთ ესეთი რაღაც. აი გვაქვს ერთი სამეცნიერო ფანტასტიკაში უკვე კლასიკად ქცეული სიუჟეტი, რომელსაც ქვია კოსმოსური ოდისეის კუბრიკი და მასთან ერთად მოგეთ მარტო კუბრიკს არ შეუქმნია ეს, თუმცა კლარკიც და კუბრიკიც ერთად მუშაობდნენ ამაზე. გვაქვს კი, ხო, ეხმარებოდნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ იქ ფილმი უნდა გადაღებულიყო და წიგნიც უნდა ყოფილიყო შექმნილი და მივიღეთ მართლა კლასიკა, ალბათ არ ვიცი. ჩემთვის აი საუკეთესო თორე ერთ-ერთი საუკეთესოა მაინც და კლასიკური სიუჟეტი გვაქვს რა, რომ დღევანდელ ენაზე რო ვისაუბროთ, ხელოვნური ინტელექტი უპირისპირდება ადამიანს. როგორ ფიქრობ, აი ადამიანი, რომელსაც ბევრი გაქვს წაკითხული სამეცნიერო ფანტასტიკაში. როგორ ფიქრობ, კაცობრიობას შეიძლება გველოდეს ასეთი მომავალი? მე ბევრი მიფიქრია სიმართლე გითხრათ. მე არ ვიყენებ chat GPT-ს ვთქვათ და არ ვეკითხები არასდროს Google-ის რაც არის კლასიკური ვერსია იმას ვიყენებ, მაგრამ არ ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს, ჩამოვრჩები. მინდა ვიცოდე და არ გამოვიყენო, მაგრამ არ ვიცოდე და არ გამოვიყენო, არასწორია, იმიტომ რომ მაშინ ვერ დავეწევი რაღაც მოვლენებს, მაგრამ აი რამდენად ფიქრობ, რომ შეიძლება კაცობრიობა მივიდეს იქამდე, რომ მანქანები აგვიჯანყდნენ ტარა ტერმინატორის კუთხით, არამედ როგორც ხდება კოსმოსურ ოდისეაში. ეს რთული კითხვაა. მით უმეტეს რომ თქვა რადიოლოგი ვარ და მაგ ეს ჩვენს პროფესიაში ესეთი კითხვა არის აქტუალური საკითხია რომ აი ჩაგვანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაგვანაცვლებს არა ჩაგვანაცვლებას კიდე სხვა არის მაგრამ დამოუკიდებელი აზროვნება თუ არა ეხლა ეს აზიმოვის სამი კანონი თუ დაარღვია თუ აგვიჯანყდა ხო მაგრამ ეს ხომ ანუ იქიდან გამომდინარე პროცესი არა აზიმოვისგან ეს არის ცალკე მიმდინარე პროცესი რომლებიც მანქანებისთვის twins ანუ ხელოვნური ინტელექტის შექმნას გულისხმობს რომელმაც შეიძლება ეს გონი გამოიყენოს ადამიანის წინააღმდეგ ხო აი გასაგებია რომ ემპათია არ ექნება როგორც ანდროიდებში მაგრამ ხო და რო არ ექნება ეგ უარესია ეგ თუ მოვასწარით და მივიყვანეთ მაგამდე ეს
რავი, რობოტები და Android-ები და ხელოვნური ინტელექტი შეიძლება. მაგრამ შეიძლება კიდევ რომ აი როგორც იდეოკრატიაში როგორც არის იქამ ისე დავამთავროთ ასე რომ ვერც მივიდეთ მაგამდე არ ვიცი ეგ ცოტა რთული კითხვა არის იმიტომ რომ ხო არ ერთ რეალურია მაგრამ ბევრი რამ არის რეალური და ეს იმას არ ნიშნავს რომ ასე რა თქმა უნდა იმედია არ იმედია და მოკლედ მე მინდა სანამ გადაცემას დავასრულებთ თითო წიგნი ურჩიო ჩვენს მაყურებელს ფენტეზიდან საი-ფაიდან და ვთქვათ პოსტაპოკალიფტური რომანიდან კარგი პოსტაპოკალიფტური რომანიდან ახლა ხან წავიკითხე ორიქსი და კრეიკი და ურჩევ იმიტომ რომ ხო, მიუხედავად ამისა, შეიძლება არ ქვია მაგას პოსტაპოკალიფტური რომანი, ორიქსი და კრეიკი არის ჩემთვისაც პოსტაპოკალიფტური, იმიტომ რომ რატომ არ არის პოსტაპოკალიფტური? ხო, ანუ კლასიკურად არის, იმიტომ რომ ანუ ფლეშბექებია იქაც და აქედან ხო. ნუ ეგ თუ არა მაშინ არა, კი. არა რა, შეიძლება სხვა სურჩიოთ თქვა სტივენ კინგიდან რამე, მაგრამ ეგ უბრალოდ ახლა ახალი წაკითხული რა ხან მაქვს და ცოტა კი და თან საინტერესოა აი და ბევრი ახლა აი დღეს რაც ხდება მსოფლიოში აი ეს ფაილების გახსნა და ასე შემდეგ ბოროტიკაცის ყველაფერი თითქოს რაღაცაზე მიგანიშნა დაგაფიქრებს იმაზე თუ აი რაღაცის გაკეთება თუ შეგიძლია ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ უნდა გააკეთო მარგარიტა ტუდი ხომ ამბობს რომ მე რასაც წერ არაფერს ვიგონებ ეს ყველაფერი ჩვენს სამყაროში ხდება უკვე კი რა თქმა უნდა ორიქსი და კრეიკში რაც არის საკმაოდ რეალურია შეიძლება დღეს არა მაგრამ ერთ 20-30 წელიწადში თავისუფლად შეიძლება რომ გააკეთდეს რაც შეეხება ფენტეზის, ნუ ახლა ფენტეზიდან ცოტა რთულია. გააჩნია რა ასაკის ვის როგორ. არა, აი ზასრულ მკითხველს რას. ქარის სახელს ვერ ურჩევ, იმიტომ რომ ცოტა სპეციფიური სარჩევი სიგნია. მანამდე უნდა გქონდეს ფენტეზი. რატომაც არა ბეჭდების ბრძანებით რომ დაიწყო კარგი დასაწყისია. კი, მე ჰობიტით ვაწყებინებ. ჰობიტით ბავშვებს. მოზარდებისთვის შეიძლება ჰობიტი ძალიან ბევრი სიმღერაა. რომელსაც გინდა არ გინდა გადაახტები. ხო. თუ რაღაცა ცოტა უფრო ორიგინალური გვინდა და არა თქვათ ბეჭდების ბრძანებელი აი ხო საფკოვსკიზე შეიძლება ბევრ კარგს ვერ იტყვის, მაგრამ აი უკანასკნელი სურვილი საოცარი წარმოებია პატარა არის პატარა მოთხრობებით წრებული არის ეგეც ძალიან მარტივად იკითხება და კარგად და ეგეც ძალიან დიდი აზრი ძალიან კარგია აი ეხლა მომინდა წაკითხვა კი აი მაგის გადაკითხვა ძალიან ესეთია მარტივად გადაიკითხავ და კარგად მიდის ბატონო კი და სამეცნიერო ფანტასტიკაზე მოდი უბიკი ვთქვათ ძალიან დიდი მადლობა ისეთი წიგნები და ასახელე რომლებზეც ძალიან მიყვარს აი დასასრული ხო საერთოდ 16 წლის მოზარდებს მივეცი ზუსტად 2 დღის წინ უბიკი წასაკითხად და შემდეგ უთხოვ ვისაც არ აქვს ნანახი ინსეფშენიც ნახეთ მეთქი იმიტომ რომ კავშირებზე მინდა და სარჩელზეც მინდა ვესაუბრო სხვათა შორის სარჩელიც არსებობდა დიკის ბოლო ცოლმა უჩივლა ინსეფშენის გადამღებ ჯგუფს კი და საკმაოდ ბოლოს გარიგებით და ჩემი აზრით უბიკი უფრო ორიგინალურია. გასაკ რა თქმა უნდა, ოღონდ რთულია გადასაღებად, რა თქმა უნდა. რო კითხულობდი მეგონა რომ სიზმარში პირდაპირ გაგებით, ანუ იმიტომ რომ ისე აქვს ეს აღწერილი და ბოლო აი უკვე დასაბეჭდად უკვე გადაცემული რო იყო მანუსკრიპტი და აი ბოლო დღეს რომ მოვაგონდა რომ ამის და ჩავასწორო და ყველას რომ ნერვები მოგვიშალა. კი, ასე რომ უბიკი. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. აი ბოლო წიგნმა, რომელიც ამოგამ გვირჩია, აი ძალიან აღმაფრთოვანა წინა წიგნებმაც, მაგრამ აი ეს ბოლო უბიკი, ვისაც კითხულს მაყურებელს მინდა მიმართო, ვისაც არ ქონიათ ბედნიერება ჯერ რომ ფილიპ დიკის უბიკი წაგეკითხათ, აი გავითვალისწინოთ რჩევა, ზოგადად გავითვალისწინოთ რჩევები, რომლებიც მოგწამკამ, რადგან ძალიან კარგი წიგნები გვირჩია და მე სამწუხაროდ გადაცემის ქრონომეტრაჟი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს საუბარი ძალიან საინტერესო საუბარი გავაგრძელოთ კიდევ თუმცა იმედია კიდევ გვეწევს სტუმრად რამე აი განსაკუთრებული თუ გამოჩნდა ჩვენს ირგვლივ რაღაც ლიტერატურა მე მუდმივად მაქვს იმის შიში რომ აი ბოლოს
არ დამთავრდეს. აი ეს ყველაფერი არ დასრულდეს, იმიტომ რომ გასაგებია ადამიანები გენიოსებიც იბადებიან და რაღაც ახლებს იგონებენ, მაგრამ რაღაც ბოლო პერიოდში ვერაფერი ახალი რო ვეღარ წავიკითხე, თუნდაც ფენტეზიში. ძალიან შემეშინდა, რომ ხო არ მთავრდება, ხო არ მოდის ის დრო, რომ რაღაც ახალი აღარ გამოვათქო. დავემშვიდობები მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ასეთი საინტერესო და საფუძვლიანი საუბრისთვის ამ თემაზე და მაყურებელს დავემშვიდობები იმ იმედით, რომ არ დაგვიდგება დრო, როდესაც რომელიმე ჩვენს ირგვლივ არსებული ტექნიკური საშუალება, ტელეფონიდან დაწყებული, არ ვიცი, ავტომობილით დასრულებული, sorry Daves არ გვეტყვის, ბოდიშს არ მოგვიხდის და არ დაგვიპირებს მოკლას. აი ამ სკეთილის სურვილით დავემშვიდობები დღეს მაყურებელს, თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას, მადლობთ რომ გვიყურებთ.